მე ვარ ელენე ჯაფარიძე. თქვენ უყურებთ Family Zones. იმისთვის რომ გაიგოთ მეტი, გახდეთ ჩვენი არხის გამომწერები და დაგვისვით შეკითხვები. მინდა ვისაუბრო იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაზაზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გითხრათ ჩვენს შვილებს. პირველი ფრაზა, რომელთაც დავიწყებდი, არის ყველაფერს შენთვის ვაკეთებ. შენს გამო ვმუშაობ, შენს გამო არ გავდივარ სახლიდან, შენს გამო ამას, ამას, მაგრამ სინამდვილეში ეს ფრაზა არის აბსოლუტურად დიდი ყურით. ჩვენ ყველაფერს არ ვაკეთებთ ჩვენი შვილების გამო. ხშირად მეც მithქვამს ეს ფრაზა, რომ თქვენს გამო ვმუშაობ, ან თქვენს გამო რაღაც ვერ გავაკეთებ. მაგრამ შემდეგ დავფიქრებულ ვარ და მიმხვდარ ვარ, რომ ამითი მხოლოდ დანაშაულის განცდას ვუღვივებთ ჩვენ ბავშვებს, ამითი მხოლოდ ვაგრძნობინებთ მათ ვალდებულად იმ რაღაცების გამო, რაც ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი არჩევანია. მეორე ფრაზა, რომელსაც გამოვყოფდი, არის დიდი ამბავი, რა მოხდა. ძალიანაც მოხდა. ბავშვი მოგმართავს გარკვეული პრობლემით, სადგივარით და ამ ფრაზის თქმით ჩვენ მას ყველანაირ გზას ვუკეტავთ ჩვენამდე მოსასვლელს. ვაუფასურებთ მის გრძნობებს, სერიოზულად არ ვიღებთ მას. და ის ამითი მარტო რჩება თავის განსაცდელთან. განცდა უჩნდება, რომ ჩვენ მისი არ გვესმის, მაშინ როდესაც მის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. მესამე ფრაზა. ეს არის ნუ ტირი. ანუ ბავშვი ტირის და როგორც კი ჩვენ მას ვეუბნებით ნუ ტირი, რა უნდა გააკეთოს ეგრევე შეწყდოს. ჯობია ეს ფრაზა შევცვალოთ და ვუთხრათ რატომ ტირი? რატომ ტირის მოყვება ახსნა? ნუ ტირის მოყვება ჩაკეტვა. ამიტომაც თუ ჩვენი მიზანია რომ ბავშვს დავეხმაროთ ტირილის დროს, გავიგოთ მიზეზი რა აწუხებს და დავამშვიდოთ, სანუ გეშოთ ყოველთვის ჯობია. ღია კითხვა გამოვიყენოთ, ვანუგეშოთ, დავამშვიდოთ და შემდეგ მოусმინოთ მის ადგილას. მეოთხე ფრაზა. ეს არის ზარმაცი ხარ. სხვათა შორის მინდა ვაღიარო, რომ მეც კი მithქვამს ჩემი შვილებისთვის, როდესაც რაღაცას არ ასრულებენ, რომ ზარმაცები ხართ. მაგრამ დავფიქრებულ ვარ და მიმხვდარ ვარ, რომ ამ ფრაზით ვერაფერს ვერ გამოვასწორებ. ზოგადად ბავშვების ბუნებით ზარმაცები არ არიან და მათი სიზარმაცის მიღმა დიდი ალბათობით დგას რაღაც სხვა მოტივი, რომელიც უნდა გამოვიძიოთ მშობლებმა. და ამ ფრაზით ჩვენ მათ ვაკრავთ იარლიხს, რომ ხო ზარმაცი ვარ. და შეიძლება ბავშვმა გიპასუხოს, კი ბატონო ზარმაცი ვარ, ამიტომაც არაფერს არ ვიზავ, ან მთელი ცხოვრებისეული ტრაექტორია მისი წარიმართოს იქითკენ, რომ მან დაიჯეროს, რომ ის ვერაფერს ვერ იზავს, დაითრგუნოს და საკუთარ თავსაც დააჯეროს, რომ მას რაღაცები არ გამოსდის იმის გამო, რაც ზარმაცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა არის შენ საუკეთესო უნდა იყო. თითქოს და ერთი შეხედვით ეს ფრაზა არის მამოტივირებელი იმისა, რომ ბავშვმა ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ეს ფრაზა ბავშვს არ თმევს შეცდომის დაშვების უფლებას. ანუ შენ ყველაფერი და ყველა კონკურენციის ჭრილში უნდა აღიქვა, ყველაფერი უნდა კარგად გააკეთო და როგორც კი რაღაც არ გამოგდის, ესე იგი საუკეთესო აღარ ახარ. ანუ ჩემგან ვერ დაიმსახურებ აღრთოვანებას, ხო, როგორც მშობლისგან. ეს ფრაზა ხშირად ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ბავშვს კოდივით ედება ის, რომ მან თუ რაღაცა საუკეთესოდ არ გააკეთა, ის თუ არ გამოირჩევა ვიღაცების შორის და ნებისმიერ საკითხში, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ესე იგი საუკეთესო ვეღარ არის. დაუკვირდეთ, თქვენ თავად ხართ საუკეთესოები ყველაფერში? თუ არის რაღაცები, რაც უკეთ გამოგდით, რაღაცები, რაც ნაკლებად. ნუ მოსთხოვთ შვილებს იმას, რაც ჩვენ თვითონ უფროს ადამიანებს არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ხშირად გამიგონია თავად, არის ამას თუ არ გააკეთებ, იცოდე წავალ. ან ამას თუ არ გააკეთებ, იცოდე დედა აღარ გეყოლება. საოცრად ძიმე მოსასმენი ალბათ პატარა ბავშვისთვის, რომელიც ამ ფრაზას პირდაპირ მნიშვნელობით იღებს და შესაძლოა პანიკაშიც ჩავარდეს. ანუ რას ნიშნავს? მე თუ რაღაცა წესებს არ დავამორჩილე, მე ძალიან მარტივად მიმატოვებენ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო იზრდება ბავშვი, მეტი შანსია, რომ ამ ფრაზამ საერთოდ დაკარგოს აზრი მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის მუქარა და სუფთაწყლის მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკით. მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, ის ამას ყველაფერს ძალიან სერიოზულად იღებს და ამის შედეგად ვარდება
სერიოზულ შიშში და განსაცდელში, რომ თუ კი ის არ დაემორჩილა რაღაცას, მას მიატოვებენ. კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავადაც მithkoms ჩემი შვილებისთვის და შემდგომ ძალიან მინანია, არის მოხვალ სახლში და დაგელაპარაკები. ჩემთვისაც ვთქვამთ. და შემდეგ რომ დავფიქრებულა, რა აღმომჩენია, რომ ის ფრაზა სახლში მისვლის პროცესს ძალიან მძიმეს ხდის, ძალიან უსიამოვნოს ხდის მაშინ, როდესაც სახლი არის ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად და ყველაზე კომფორტულად უნდა გრძნობდე. ამიტომაც თუ გსურთ, რომ ბავშვს რაღაც შეუსწოროთ, რასაც ის არასწორად აკეთებს, ან ადგილზევა მიეცით შენიშვნა და აუხსენეთ, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, არასწორია, ამიტომ, ან უბრალოდ ნუ დაემუქრებით და როდესაც წაიყვანთ სახლში, მაშინ მიეცით რეაგირება და დაბრუნდით იმ მომენტში, როდესაც ის იყო არასწორი. და მუქარა, რომელიც არის დროსთან დაკავშირებული და იწვევს მხოლოდ და მხოლოდ შფოთს ბავშვის ცხოვრებაში, რომ ვერ შეირგოს ის მომენტიც, სადაც ის იმყოფება და სულ იყოს მომავალზე ორიენტირებული, რომ ვაიმე სახლში რომ დაუბრუნდები რამე შეიძლება, არის ბევრად უფრო საზიანო, ვიდრე შეიძლება ის შეცდომა იყოს, რომელიც იმ მომენტში ბავშვმა დაუშვა. ამას თუ გააკეთებ, მე ამას გიყიდი. ჟღერს როგორც პირდაპირ მოსყიდვა და სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამით ბავშვს ვყიდულობთ. ან უბრალოდ მის мотиваციას ვყიდულობთ. არსებობს შინაგანი мотиваცია და გარეგანი мотиваცია. გარეგანი мотиваცია არის ეს. თუ შენ ამას გააკეთებ, მე შენ ამას მოგცემ. მე შენ ამას გიყიდი. რომელიც არის ხანმოკლე мотиваცია, არაფერი არ აქვს რეალურ შინაგან мотиваციასთან დაკავშირებული და ძალიან სწრაფადვე ეს мотиваცია ქრება. თუ ჩვენ მიზნად გვაქვს ის, რომ ბავშვი ავამაღლოთ მისი შინაგანი мотиваცია, რომელიც იქნება ხანგრძლივ დროზე ორიენტირებული, მაშინ ეს ფრაზა საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან და სხვანაირად შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვმა უბრალოდ გაიგოს, რას ვთხოვთ და რისთვის არის მნიშვნელოვანი იმ კონკრეტული ქმედების განხორციელება. ერთ-ერთი კიდევ მტკივნეული საკითხი, რომელიც ბავშვებს ძალიან ძლიერად ხვდებათ, არის მათი სხვასთან შედარება. რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორც მაგალითად ვიღაცა გიორგი, შენ იმდეს არ კითხულობ, როგორც კითხულობს ანა. შენ ისე კარგად არ სწავლობ, როგორც კითხულობს მიხო და ასე შემდეგ. რა გვინდა ჩვენავით, რას ვეუბნებით ჩვენ ბავშვს? რეალურად ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა, რომ იმან გამოასწოროს თავისი საქციელი, უკეთ იკითხოს, უკეთ ისწავლოს და ასე შემდეგ. მაგრამ შედარებით, თუნდაც თავის დას ან ძმას ვადარებდე, ჩვენ პირიქით მას ვთრგუნავთ. ძალიან მარტივია ბავშვმა დასკვნა გააკეთოს, რომ არ ვარ ისეთი კარგი, როგორც გიორგია. არ ვსწავლობ ისე კარგად, როგორც გიორგი სწავლობს. ხო და არც ვისწავლი ისედაც აღვქმები, რომ ბევრად უფრო ცუდი ვარ მასზე და საერთოდ არაფერს არ გამოვასწორებ. ამიტომაც ჯობია შედარების ფაქტორი საერთოდ დავივიწყოთ და პირდაპირ მივუთითოთ ბავშვებს, რას ვითხოვთ მათგან. გვახსოვდეს, ბავშვებს ყოველთვის უფრო ესმით მაგალითების და მაგალითებიდან სწავლობენ, ვიდრე გრძელი, აბსოლუტურად აბსტრაქტული წინადადებების, რომლებსაც ჩვენ მშობლები ძალიან ხშირად ვიყენებთ მათთან ურთიერთობაში. არწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ფრაზაა, რომელიც ნებით უნებლიეთ წამოგწდება ჩვენ შვილებთან ურთიერთობისას, რომელიც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე და რაც თავია მათ მომავალზე. უბრალოდ საკმარისია გავითვალისწინოთ, რისთვის ვეუბნებით ბავშვს რაღაცას, რომ ეგრევე შევძლებთ. აბსოლუტურად შეუცვალოთ ფორმულირება ნებისმიერ ჩვენს ნათქვამ სიტყვას და ეს სიტყვები დადებითი მიზნისკენ მივმართოთ.